საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტივის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალ ამბებში ნახავთ. გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია. როგორ დაიგეგმა და განხორციელდა მძიმე დანაშაული. გამოძიების ახალი დეტალები და მოკლულის ოჯახის წევრების პოზიცია. სადგადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის რეპუტაციის დაცვას შორის. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება სლოვენიის სასამართლოს მიერ საჯარო სივრცეში ადამიანების შეურაცხყოფისთვის პატიმრობა მისჯილი პირის სარჩელზე. გიყვებით რამდენიმე წუთში. გადადებული ყრილობა, გაუქმებული არჩევნები და პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარეშე დარჩენილი ნაციონალური მოძრაობა. პარტიის გარდაქმნის შესახებ სააკაშვილის გეგმამ შიდა პარტიული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. რით დასრულდება დაანონსებული ცვლილებები. საქართველოს როგორც თავისუფალი ქვეყანა ბიზნესის კეთების კუთხით, ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მოწინავე პოზიციებზეა. რას პროგნოზირებენ ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები. მესტიაში უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება. რას ითვალისწინებს პროექტი, რომელმაც უკვე 2 პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული ჯილდო მოიპოვა. თბილისის ცენტრში წმების წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმე გახსნილია. გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე თორნიკე კაჭარავას ბრალი უკვე წარედგინა, დავით დეკანოსიძეზე კი ძებნა გამოცხადდება. როგორ დაიგეგმა და განხორციელდა მძიმე დანაშაული, საქმის დეტალები პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გასაჯაროვდა. დანაშაულის მოტივად შურისძიება და თორნიკე კაჭარავას ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოება დასახელდა. მკვლელობა 11 წლის წინ ბუდაპეშტის ქუჩაზე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. მოკლულის ოჯახი გამოძიების შედეგით კმაყოფილია. ანა შანიძე თემის დეტალებით. გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის სისხლისამართლის საქმე გახსნილია. გახმაურებული მკვლელობა თბილისის ცენტრში და წლების შემდეგ აღდგენილი სამართლიანობა. გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების გარემოებებისა და ფაქტების შესახებ პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 11 წლის წინ მომხდარი მძიმე დანაშაულის მოტივად შურისძიება სახელდება. მკვლელობის შემსრულებლებად კი დავით დეკანოსიძე და თორნიკე კაჭარავა, რომლებმაც პროკურორის თქმით მკვლელობა ჯერ დაგეგმეს. სისრულეში კი 2015 წლის 25 დეკემბერს მოიყვანეს, როდესაც გიორგი კვარაცხელიას მისივე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღებიდან რამდენიმეჯერ ესროლეს. თორნიკე კაჭარავა მართსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7.75 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოსიძე ასევე მართსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9 მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში. გურამ ფანჯიკიძის ქუჩა ნომერ 3B-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20 საათსა და 36 წუთზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა, ქალა ძვლებისა და თავის ტვინის დაზიანებები და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. გამოძიების დამდგარი შედეგის მოლოდინი ჰქონდა მოკლულის ოჯახს. გიორგი კვარაცხელიას დედა საგამოძიებო უწყებებს მადლობას უხდის. 10 წლის შემდეგ სამართალმა ჩვენამდეც მოაღწია. მადლობა საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა ამ სასტიკი მკვლელობის გახსნაში. დიდი ხანია ამას ველოდებით ოჯახი. და იმედი გვაქვს თორნიკე კაჭარავა, დავით დეკანოსიძე და ყველა ის ადამიანი, ვისაც იოტის ოდენა მიუწევს ამ საქმეს ჩაფარცხვაში, კანონის მაქსიმალური სასჯელით დაისჯებიან. სხვა შედეგს არ ცველოდებით ოჯახი. ეს არის ჩვენი დიდ წლების ლოდინი. რადგან თორნიკე კაჭარავა სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, მას ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. დავით დეკანოსიძის ბრალდების დადგენილება კი მისმა ადვოკატმა ჩაიბარა. დეკანოსიძეზე საგამოძიებო უწყება ძებნას გამოაცხადებს.
რაც ბრიფინგზე თქვეს ჯგუფური მკვლელობა ედება ბრავად დავით ეკანოსიძეს გამაცნეს ბრალი. საქმის მასალები გადმოგეცათ? გადმოგმეცა, თუმცა ზღვა მასალაა და გაცნობილი არ ვარ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე საქმის მასალებს. ოჯახმა მიყვანა ადვოკატად, თუმცა სხვა კომუნიკაცია თვითონ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფთან არ მქონია. რა არის აროთილეს? ხომ არიცით პოზიცია ხომ არიცით? და ბრალს არ ეთანხმება. დამატებით რამის თქმა ხო არ შეგიძლიათ? ამ ეტაპზე არა, იმიტომ რომ არ ვიცნობ საქმის მასალებს. გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება. სადგადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის რეპუტაციის დაცვას შორის და როგორ უნდა იყოს დაცული სამართლიანი ბალანსი ამ ორ კონვენციურ უფლებას შორის. ამის შესახებ სამართლებრივი კრიტერიუმები სტრასბურგის სასამართლოს მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული, სწორედ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ეხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სლოვენიის ერთ-ერთი მოქალაქის სარჩელზე გადაწყვეტილების გამოცხადებისას, რომელიც საკუთარ სახელმწიფოს გამოხატვის თავისუფლების დარღვევაში ადანაშაულებდა. საქმე ეხება ბლოგერ კუნსტელის მიერ ინტერნეტ სივრცეში ორი სლოვენიელი ჟურნალისტის მიმართ შეურაცხყოფისა და ცილის წამების ფაქტებს, რის გამოც ეროვნულმა სასამართლოებმა მას შეურაცხყოფელი გამონათქვამების გავრცელება აუკრძალეს და ფულადი ჯარიმა დააკისრეს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო მოგვიანებით 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მის მიმართ გამოყენებული სასჯელი სამართლიანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა კი ამ შემთხვევაში აუცილებელი იყო. საულმე გობროინძე გიამბობთ. როდესაც ონლაინ გამოქვეყნებული პოსტები შეურაცხყოფად, დამცირებად და შევიწროვებად იქცევა, სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დგება. სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვისი რეპუტაციის შელახვას შორის. ამ კითხვაზე პასუხი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გასცა და კონკრეტულ кейსზე 2026 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ სოციალურ სივრცეში შეურაცხყოფა, დამცირება და ცილის წამება გამოხატვის თავისუფლებით არ არის დაცული, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში პატიმრობაც დემოკრატიულ საზოგადოებაში პროპორციული ზომაა. განცხადებლის სისხლის სამართლებრივი მსჯავრდება და 6-თვიანი თავისუფლების აღკვეთა ორი კერძო პირის შეურაცხყოფისა და ცილის წამებისთვის, რომლებიც მის ინტერნეტ ბლოგზე გამოქვეყნებულ პოსტებში იყო მიმართული. სადავო პოსტები შეიცავდა მძიმე შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რომლებიც აღნიშნულ პირებს უკიდურესად ნეგატიურად წარმოაჩენდა. იწვევდა მათთვის ფსიქოლოგიურ ტანჯვას და წარმოადგენდა უწყვეტ შევიწროვებას. სადავო პოსტები გაკეთებული იყო პირადი სტატუსით, ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებს გარეთ. არ ემსახურებოდა საზოგადოებრივი ინტერესის მქონე დებატებში წვლილის შეტანას და ხელმისაწვდომი იყო ადამიანთა ფართო წრისთვის. უპირობო თავისუფლების აღკვეთის სასჯელის დაკისრება, როგორც გამონაკლისი ღონისძიება, საქმის კონკრეტულ გარემოებებში არ იყო გადაჭარბებული ან არაპროპორციული. ეროვნულმა სასამართლოებმა წარმოადგინეს შესაბამისი და საკმარისი დასაბუთება. სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრ სლოვენიაში მომხდარ ამბავს ეხება. სლოვენიელმა ბლოგერმა საკუთარ WordPress-ის ბლოგზე ორი ჟურნალისტის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი და ცილის მწამებლური პოსტების გამოქვეყნება დაიწყო. ჟურნალისტებმა ბლოგერ კუნტსელის ეროვნულ სასამართლოში უჩივლეს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ბლოგერს მსგავსი შინაარსის პოსტების გავრცელება აუკრძალა და სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებისთვის ორჯერ 10,000 ევროს ჯარიმაც დააკისრა, მან შეურაცხმყოფელი პოსტების გამოქვეყნება მაინც განაგრძო. ამის შემდეგ მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა. ლიუბლიანის საოლქო სასამართლომ ბლოგერი შეურაცხყოფისა და ცილის წამებისთვის დამნაშავეცნო და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ გადაწყვეტილების საფუძვლად შეურაცხმყოფელი კამპანიის ხანგრძლივობა, პოსტების სისტემატური გამოქვეყნება, სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირება და სინანულის არ ქონა დაასახელა. განაჩენი ყველა ინსტანციამ ძალაში დატოვა, რის შემდეგაც სლოვენიელმა ბლოგერმა სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და მის წინააღმდეგ გამოყენებული პატიმრობით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 100 მუხლის დარღვევაზე მიუთითა, ხოლო არგუმენტად სიტყვის თავისუფლება მოიყვანა, რასაც ევროპული სასამართლო არ დაეთანხმა.
იმ შემთხვევაში თუ პირი ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებს ისეთ სიტყვებს, რომლებიც არის უკიდურესად უხამსი, რომელიც არაერთჯერ ხორციელდება და არ არის ერთჯერადი ხასიათის, თუ კი დასტურდება ის, რომ პირს ამ ქმედების გამო უკვე შეფარდებული ქონდა სხვა უფრო მსუბუქი სახდელი, მაგრამ ამ სახდელმა თავის მიზანს ვერ მიაღწია და პირი კვლავ აგრძელებს ასეთი უხამსი სიტყვების გავრცელებას ინტერნეტის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში როგორც უკიდურესი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით ამ პირისთვის თავისუფლების აკვეთი შეფარდება, თავსებადი არის კონვენციის მეათე მუხტა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერები, რომელიც გულისხმობს შეურაცხყოფისთვის დასჯადობას, ზოგ შემთხვევაში ადმინისტრაციული, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად შეესაბამება ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ჩვენს კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერები, რაც გულისხმობს შეურაცხყოფის დასჯადებას, მაგალითად ადმინისტრაციული წესით გარკვეულ საკითხებში, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით, მაგალითად მოსამართლის შეურაცხყოფას ხმათა დარბაზის დროს ან სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას, ეს სრულად შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასაც, სრულად კონვენციურია და მნიშვნელოვანია, რომ სამმართველომ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში არის შექმნილი, ეფექტურად იმოქმედოს, ეფექტურად იბრძოლოს სიძულვილის ენის წინააღმდეგ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მკაფიოდ და ხაზგასმით, მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ როდესაც საქმე გვაქვს მძიმე და ინტენსიურ ცილისწამებლურ კამპანიებთან, შეურაცხყოფასთან, შეიძლება გამოყენებული იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რომელიც გახლავთ მოგეხსენებათ სისხლის სამართლებრივი სასჯელი, იმ შემთხვევაში, როცა სხვა ზომები არ არის სათანადოდ ეფექტიანი და ვერ აღწევს იმ შედეგს, რასაც ქვია აღკვეთა შეურაცხყოფისა, აღკვეთა მძიმე ცილისწამებისა. დიდი ბრიტანეთი, იტალია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია სიძულვილის ენასა და შეურაცხმყოფელ რიტორიკას უმეტესი დემოკრატიული ქვეყანა უკვე წლებია სამართლებრივადებრძვის საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი ახალი სამმართველოს საჭიროება და სიძულვილის წინააღმდეგ კანონმდებლობის იმპლემენტაციის მართებულობა დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილებითაც. საქმის მილაძე საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ სოციალური ქსელით ადამიანების შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებას ცდება. საერთაშორისო სასამართლოს ამ შეფასებით თვალსაჩინო გახადა ამავე საქმეზე ქართული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა. კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილება სიძულვილის ენისა და საჯარო შეურაცხყოფის საქმეებზე სასამართლოებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განხილვა გრძელდება. საჯარო სივრცეში მოქალაქეთა ღირსებისა და პატივის შელახვის ფაქტებზე სასამართლომ კიდევ რამდენიმე პირი ცნო კანონდამრღვევად და ფინანსური ჯარიმა დააკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო აქტიურად მუშაობს. მონიტორინგით კი დასტურდება, რომ სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფისა და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ნანკა წითელშვილის სიუჟეტი. როგორც აღმოჩნდა, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის ბრძოლის მეთოდი სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ეს დღეს ნიკოლოზ დარსანიამ სასამართლოს ხდომაზე თავად დაადასტურა. თქვა, რომ მოსამართლის მიმართ უცენზურო სიტყვები გამიზნულად გამოიყენა. შეურაცხყოფა კი მისთვის საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი გიორგი გელაშვილის ღირსების შელახვისთვის 4000 ლარით დაჯარიმდა. გაირკვა ისიც, რომ დარსანიას სამართლებრივი დოსიე მრავალ კანონდარღვევას მოიცავს. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადების დეტალურად განმარტა, რომ აქტივისტის ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფორმებში არ ჩდება. როდესაც პოსტი სოციალურ ქსელში განვათავსე, ძალიან კარგად ვიცოდი, რაც მოყვებოდა, ამიტომ მზად ვარ აღნიშნულთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ავიღო. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ რა გადაწყვეტილება იქნება დღეს გამოტანილი. პირიქით, ჩემთვის დიდი პატივია. მე გადაწყვეტილი მაქვს ბოლომდე ვიბრძოლო საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. სხვისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება თუ ეს თავდადებადან, თავგანწირვადან, გმირობადან, თუ გინდათ ბრძოლის მეთოდად მიაჩნია ვინმეს, ეს მიუღებელია იმ საზოგადოებისთვის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. არამც და არამც ეს ჩვენ კულტურას და არც ჩვენს წარსულს და ადაც არ შეეფერება, რომ სხვას მივაყენოთ შეურაცხყოფა, როგორც ვთვლიდეთ, ან არ ვთვლიდეთ ამას. აღიარა, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებს ნიკოლოზი, ასეთი ფორმით მიაჩნია, რომ ეს არის გასაკეთებელი საქმე მისი შეფასებით, რომ მიაყენოს სხვას შეურაცხყოფა და ეს მიაჩნია
მიიჩნია ალბათ მომავლად ქვეყნის უკეთესობისკენ. არ ვიცი, შეურაცხყოფის მიყენებით ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია. ესეთი ფორმით გამოხატული ქმედება, რაც ეხლა ჩვენ გვაქვს კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით არის ცალსახა, რომ ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფორმებში. მან ხელოვნური ინტელექტით დამუშავებული ფოტოსურათი პოსტის შეურაცხყოფელ სიტყვებთან ერთად გამოაქვეყნა მის პირად საჯარო გვერდზე, რასაც აგრეთვე მოყვა სხვა ადამიანების მხრიდან მსგავსი სახის კომენტარები. რეზო კიკნაძის შეურაცხყოფისთვის 1500 ლარით დაჯარიმდა კახაბერ ფოჩხუა. სხდომაზე სამართალდამრღვევმა თქვა, რომ კიკნაძემ ხვიჩა კვარაცხელია ზიზღის ენით მოიხსენია. სპორტსმენმა კი იმ სპორტსმენის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფა, რომელმაც საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე არაერთხელ ასახელა, ვერ აიტანა. რეზო კიკნაძემ ამორალური არაკაცული განცხადება გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. ზიზღის შემცველი განცხადებით მოიხსენა. ხვიჩა, რომელიც უყვარს სრულიად საქართველოს. მეც სპორტსმენი ვარ და ვერ მოვითმინე. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ბაღიარებ, ვინანიებ. აღნიშნულ პიროვნებად ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახელმწიფო სახით განისაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. აღნიშნულმა პიროვნებამ აღიარა სამართალდამრღვევის ჩადენის ფაქტი, მოინანია, მოიბოდიშა. ირაკლი ღოღობერიძეს, რომელმაც მისი თქმით თენგიზ ჭანტურიძეს ქალების შეურაცხყოფის საპასუხოდ მიაყენა შეურაცხყოფა, სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო. სამართალდამრღვევმა ჩადენილი ქმედება მოინანია. განემარტა ისიც, რომ შემდეგში თუ ვინმე უხეშად მოიქცევა, შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართოს. გამონაკლისებში გახვედით, ვინაიდან აღიარებთ და გულწრფელ ბოდიშს ვისმენთ თქვენგან, უხამსობა არამც და არამც არ არის გამოხატვის თავისუფლება და მომავალში გაითვალისწინეთ. თუ ვიდეოში სადმე უხეშად იქცევა, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ორგანოებს და არა თქვენ თავად გაუსწორდეთ. აღნიშნულმა პიროვნებამ აღიარა ჩადენილი ქმედება, მოინანია, ბოდიში მოიხატა, რის გამოც სასამართლომ მის მიმართ გამოიყენა სიტყვიერი შენიშვნა. სამართალდამრღვევად ცნეს ლაშა კილასონია, მან შეურაცხყოფა საჯაროდ მოქალაქეს მიაყენა. კილასონია 3000 ლარით დაჯარიმდა. ეკა კუპატაძის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე სოციალურ ქსელში სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი 9 ივლისის დადგენილებით ლაშა კილასონია, მას სახელმწიფო განისაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. საქართველოს პატრიარქი შიო მესამეს მიმართ საჯაროდ განხორციელებული შეურაცხყოფის გამო სოფიო ტყავაძე 3000 ლარით დაჯარიმდა. სიტყვათა შეთანხმება კომბინაცია, რომელიც ქალბატონ სოფიოს ჰქონდა დაწერილი, ნამდვილად არ ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ეს იყო მიზანმიმართული შეურაცხყოფა იმ ადამიანის, ვინც საქართველოს აირჩია პატრიარქად. მოსამართლის საჯარო შეურაცხყოფისთვის 4000 ლარი დაეკისრა გიორგი ჯიპლაძეს. აღნიშნულმა პიროვნებამ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც თავისი კონტექსტისა და შინაარსის გათვალისწინებით არ მოიქცა რასაკურველია გამოხატვის თავისუფლებაში. ირინა ფერაძის მიმართვის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმი განიხილა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. ადვოკატის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფა მოქალაქე მედიკო სახელაშვილმა აღიარა და მოინანია. მოსამართლე სამართალდამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. ადვოკატი ყოფილა ვიღაც ირინა ფერაძე, ხო და ნინო ჩხარკავასედო, იგიც პოლიტიკოსია. მიმიწერია ზონში. არ გახსოვდათ. აზი არა ვარ. ქალბატონმა ირინე ფერაძემ დამოუკიდებლად საკუთარი განცხადებით მომართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი უფლებების დაცვის მიზნით, ვინაიდან და რადგანაც ქალბატონი მედიკოს ქმედებაში იკვეთებოდა ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ნიშნები, მის მიმართ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი. ლუკა ჭაფოძის მიმართვის საფუძველზე დაწყებული კიდევ ერთი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმი განიხილა ქუთაისის სასამართლომ და კახაბერ მიქაუტაძის მიმართ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. არ მახასიათებს, მე ცუდი სიტყვები საერთოდ კაი ოჯახის გაზრდილი ვარ, მაგრამ მე არ მეგონა უხელა რამე თუ მოყოლოდა ამას. ლუკა ჭაფოძემ განცხადებით მომართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა მისი უფლებების დაცვა. შესაბამისად, დათვალიერებული იქნა ის კომენტარი და პოსტი, რომელზეც უთითებდა საჩივრის ავტორი, ჩვენი მხრიდანაც აღნიშნული შეფასებული იქნა როგორც შეურაცხყოფელი გამოხატვა და შედგენილი იქნა შესაბამისი სამართალდამრღვევის ოქმი. დღეს ამავე სასამართლომ სიძულვილის ენის გამოყენებისთვის კიდევ 2 მოქალაქე დააჯარიმა. როინი გელაშვილი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა შეურაცხყოფისთვის 1000 ლარით, ხოლო ნიკოლოზ ნარსია სახელმწიფო მინისტრის მიმართ საჯაროდ განხორციელებული შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დაჯარიმდა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ მამუკა მდინარაძეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ნიკოლოზ ნარსია ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად. შემდეგი სამართალდამრღვევი, რომელიც სასამართლოს მიერ უკვე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად, გახლავთ როინი გელაშვილი. ლევან მურუსიძისა და ლადო ბოჟაძის მიმართ საჯაროდ განხორციელებული შეურაცხყოფისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლომ სოსო მეტრეველი სამართალდამრღვევად ცნო და 1500 ლარით დააჯარიმა.
მოცემულ შემთხვევაში მხარის ახსნა განმარტებებისას მათ შორის საქმეში წარდგენილი არაერთი უტყუარი მტკიცებულების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია აღნიშნული სიტყვარის შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტი და შესაბამისად რუსთავის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამხმარად. დღესვე პროცესი გაიმართა თეთრი წყაროს რაიონულ სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად მოსამართლემ საქმეზე წარმოება შეწყვიტა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უწყება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. გადადებული ყრილობა, გაუქმებული არჩევნები და პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარეშე დარჩენილი ნაცმოძრაობა პარტიის გარდაქმნის შესახებ სააკაშვილის გეგმამ შიდა პარტიული უთანხმოება და კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. თინა ბოკუჩავა პარტიის არაფორმალურ ლიდერს უკვე მეორედ დაუპირისპირდა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა. მიზეზი ამჯერად პარტიის თავმჯდომარის პოსტის გაუქმებისა და რეფორმატორთა საბჭოს შექმნის იდეაა, რომელსაც პატიმარი ექს-პრეზიდენტის გეგმის თანახმად ციხიდან თავად გარეთ კი ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს. ბოკუჩავა მოსაზრებებს არ იზიარებს პარტიის ნაწილი, რომლებისთვისაც სააკაშვილი უპირობო ლიდერი, მისი მითითებები კი გადამწყვეტია. დეტალებს სოსოენისაშვილი გვიანობს. ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული კრიზისი გრძელდება. მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი თინა ბოკუჩავა ლიდერს და მის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და არა თანმიმდევრულობაში მორიგ ჯერზე ამხელს. ნაცმოძრაობის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს შიდა პარტიული არჩევნების გადადება და მმართველი ორგანოს გაჩერება არ მოსწონს და აღნიშნავს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის ეგრეთ წოდებული რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელ მდივნად დანიშნა არაერთპიროვნულად სააკაშვილს, არამედ პარტიის ამომრჩეველს უნდა გადაეწყვიტა. არ ვიცი ხე შეიძლება ივლისის ბოლოსაც კიდე რაღაც სხვა მოცემულობის წინაშეც დავდგეთ პრინციპში იმდენჯერ შეიცვალა მოცემულობები. ჩემთვის უბრალოდ გასაკვირი სიმართლე გითხრათ ის არის რომ ძალიან ბერს ვსაუბრობდით სახალხოებაზე, მაგრამ სახალხო ლიდერებს ქმნის ხალხი. და ხალხის ნების გამოხატვის ინსტრუმენტი არის არჩევნები. ამიტომ ჩემი აზრით ყველაზე სწორი იქნება ეს რეფორმათა თუ რეფორმატორთა საბჭო და მისი აღმასრულებელი მდივანი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ უპრიანი იქნებოდა რომ ეს გადაწყვეტილებებიც სწორედ დემოკრატიული პირდაპირი არჩევნებით ყოფილიყო მიღებული. თინა ბოკუჩავას პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ მისი აზრი არ აინტერესებთ. მეტიც ნაცმოძრაობაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათთვის ლიდერი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია. თანამდებობის შენარჩუნებისთვის ბოკუჩავას მცდელობები კი მიუღებელია. სააკაშვილის გუნდში ამბობენ, რომ ლიდერის დავალებების შესრულებას ეგრეთ წოდებულ რეფორმატორთა საბჭოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში შეუდგებიან კონკრეტულ დირექტივებს კი ნანუკა ჟორჟოლიანისგან ელოდებიან. რა თქმა უნდა შეიძლება ეს ვიღაცებისთვის არის მიუღებელი, მაგრამ ჩემთვის პირადად მიუღებელია პარტიის შიგნით თანამდებობისთვის ბრძოლა. ჩვენი პარტიის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, მოხდება ახალი ინიციატივების შემოტანა, ამ ინიციატივების აღმასრულებელი იქნება ნანუკა ჟორჟოლიანი, პარტიაში თავად შიგნით შეიქმნება მმართველობის ესე ვთქვათ ჯგუფი, მმართველი ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ინიციატივების იმპლემენტაციას პარტიის დონეზე. პარტიებთან ერთობა გამოდგა არაეფექტიანი. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის მენეჯმენტის ჩამოშორებას ნანუკა ჟორჟოლიანის ხელით ცდილობს. მიუხედავად ამისა, როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, ვერანაირი გადალაგებით სააკაშვილის პარტია დაკარგული ამომრჩევლის დაბრუნებას ვერ შეძლებს. სახელმწიფო პარტიაში მიაჩნიათ, რომ აგენტურულ ოპოზიციას პოლიტიკაში ჩართვის საშუალება არ უნდა ჰქონდეს. მათ აკრძალვაზე კი მმართველი გუნდის მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლო ემსჯელებს. რასაც მოინდომებს სააკაშვილი იქნება ისე რა არჩევნებზეა საუბარი, ვისაც მოინდომებს დანიშნავს, ვისაც უნდა გააგდებს, გავიხსენოთ სხვა წინა შემთხვევები, როგორ იყო, არაფერი განსხვავებული არ ხდება. იგივე ხდება, რაც ოდითგანვე იყო და რაც არის აღნიშნული აგენტურული ქსელის, ასე ვთქვათ, დღის წესრიგი. აგენტურული ქსელის წარმომადგენლებს არ უნდა კონდეთ შესაძლებლობა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. სხვა ქვეყნის ინტერესები აქ ვერ გატარდება და არ გატარდება. როგორც არ უნდა გადაждდენ და სტრუქტურა და კონფიგურაცია, როგორც არ უნდა შეიცვალონ, არსი არ იცვლება. აქ არის ერთადერთი მიზანი და ამოცანა, რომ მოხდეს რევოლუცია და ძალის მიერი გზით შეიცვალოს ხელისუფლება. ჰიტლერის პარტიასაც უჭერდნენ მხარს ფაქტიურად და საკმაოდ დიდი რაოდენობა და უმრავლესობა, მაგრამ ფაქტია, რომ გრევა განაპირობა ამან. სასამართლომ უნდა იმსჯელოს არსებითად დანაშაული არის თუ არა ის, რომ მასიური ხასიათი ქონონ წამებას. არის თუ არა დამნაშავე იმაში, რომ ქვეყანა 20% თავის ტერიტორიებისა ოკუპაციის ქვეშ
გაწირა. ეს თუ ფუნდამენტურ მტკიცებულებებს ემყარება, რასაკვირველია პერსპექტივა იმისა, რომ პარტიის სტატუსი შეინარჩუნოს, ამას არა აქვს. ვინ დატოვებს ნაცმოძრაობას რეფორმირების პროცესში და ვის დაატოვებინებენ პარტიას უახლოეს პერიოდში გაირკვევა. ევთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ჯო ვილსონის მიერ ინიცირებული და პოლიტიკურად მოტივირებული დოკუმენტის მხარდაჭერით ევროპულმა ინსტიტუტმა უგულვებელყო ევთო ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, რომელმაც დადებითად შეაფასა 2024 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნები. ქართული ოცნება ორმაგ სტანდარტებზე და უსამართლო მიდგომებზე საუბრობს, რომელიც მათივე შეფასებით ეჭქვეშ აყენებს თავად ევთოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას. გულდასაწყვეტია, როდესაც ევთოს საპარლამენტო ასამბლეა იღებს ამ ტიპის რეზოლუციებს, სამარცხვინო რეზოლუციებს, რადგან აღნიშნული ინსტიტუცია ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც იწვევენ იმისთვის, რომ დააკვირდეს არჩევნებს და როდესაც იღებ ისეთ რეზოლუციას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებით არის გაჯერებული, არ ვიცი ხა რა არჩევნების დაკვირვებაზე არის ზოგადად საუბარი, ხო და როგორ უნდა მოიწვიო ასეთი ორგანიზაცია, რომ შეგიფასოს არჩევნები. რეზოლუციაში შესწორების ეს ფორმულირება შენარჩუნებულია, რომელიც საქართველოს აბრალებს, რომ არის დაშორებული იმ სტანდარტებს, რომელიც უნდა ახასიათებდეს ევროპის კავშირის კანდიდატ ქვეყანას. რაშიც არ ვეთანხმებით და იმ ორგანიზაციების ანგარიშები, რომელიც გამოყენებულია სულ საპირისპიროზე მეტყველებს და მეგვაჩნია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული და დემარშიც სწორედ ამან განაპირობა ჩვენმა დელეგაციამ დატოვა კენჭისყრის პროცედურა. უილსონის ასე ვთქვათ ფიგურა და მისი საქმიანობა კარგად არის ასე ვთქვათ გაშიფული საქართველოს მოსახლეობისათვის. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ მთელი რიგი საერთაშორისო ინსტიტუციების დევალვაცია მიმდინარეობს. ევთო, რომელიც არის მთავარი დამკვირვებელი და რომელიც იყო მთავარი დამკვირვებელი 2024 წლის არჩევნებზე და რომლის დელეგაციამაც არჩევნების შემდგარად გამოაცხადა და მიულოცა საქართველოს არჩევნები, აი ეს ორგანიზაცია იმის გამო, რომ არის აგრეთვე აი ამ ძალების ზეწოლის ქვეშ, თავისივე დასკვნის დაცვასაც ვერ ახერხებს. თითოეული სიტყვა არის დეზინფორმაცია, არის აბსოლუტური ტყუილი და მათ შორის ეწინააღმდეგება ევთოს ადაფუძნებლო პრინციპებსაც კი მაგალითისათვის რაც მითითებულია, რომ უმნიშვნელოვანესია თითქოს რომ სხვა პირებმა, ანუ გარეშე ორგანიზაციებმა სატარებული საპარლამენტო არჩევნები უნდა შეაფასონ თავისუფალ და სამართლიანად, ასეთ ჩანაწერს და ასეთ შეფასებას ვერ ვნახავთ ვერც ერთი ქვეყნის მიმართ ბოლო 15 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ევთო ასეთ შეფასებებს არ აკეთებს, მაგრამ ასეთი შეფასების სავალდებულობა საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მოხდა. რაც ხაზს უსვამს, რომ ევთო მათ შორის საკუთარი თავის წინააღმდეგაც კი იღებს რეზოლუციებს. ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას კიდევ ერთი გლობალური რეიტინგი ადასტურებს ინვესტიციების მოზიდვით. საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა. ინდექს ჩენტრალის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს. საქართველოს მთავრობა მაღალი შეფასება მიიღო და უსწრებს დიდი შვიდაულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს. ინდექსი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ამერიკული ორგანიზაცია Heritage Foundation-ის თემატურ კვლევებს ეფუძნება, სადაც ჩვენი ქვეყნის წარმატება ციფრებში ასახული. ნინი საალქვაძის სიუჟეტი. ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2026 წლის ინდექსის მიხედვით საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის კომპონენტში მაღალი შეფასება მიიღო და გლობალურ რეიტინგში მე-12 პოზიცია დაიკავა. ამ მაჩვენებლით საქართველოს უსწრებს დიდი შვიდაულის ყველა ქვეყანას, ასევე ევროკავშირის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს. ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის ინდექსში საქართველოს მაღალი შეფასება ორ გლობალურ ანგარიშგებას ეფუძნება. სავალუტო ფონდმა შეისწავლა თუ რამდენი უცხოური ფული შემოვიდა საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში. Heritage Foundation-მა კი შეაფასა, რამდენად თავისუფალია ქვეყანა ბიზნესისთვის და ხომ არ უშლის ხელს ინვესტიციებს მკაცრი კანონები. შედეგმა აჩვენა, რომ საქართველოში ბიზნესის კეთების გარემო ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის უახლოესი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკაში ფულის ჩადების ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდება. 2026 წლისთვის ქვეყანაში მთლიანი უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოცულობა რეკორდულ 10 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ზრდის დინამიკა მომდევნო წლებშიც უწყვეტ იქნება და 2031 წლისთვის პროგნოზირებული მაჩვენებელი 16 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
თუ დავეყრდნობით ბოლო კვლევას საერთაშორისო ფონდის და პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი წელს უნდა იყოს ეკონომიკის დაახლოებით მეოთხედი ნაწილი და ეს ფულად გამოხატულებაში პირველად გადაასწრებს $10 მილიარდ, როგორც ადგილობრივი უცხოური ინვესტიციების ჯამი და ყოველწლიურად საშუალოდ გაიზრდება თითო $1 მილიარდი. ყველა ეს კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს მიდის სწორი მიმართულებით და რა თქმა უნდა ძლიერი საინვესტიციო პროცესი გულისხმობს კეთილდღეობის დონის მატებას ქვეყანაში. ეკონომიკის სამინისტროში აქვთ მოლოდინი, რომ ინვესტიციების მძლავრი შემოდინება მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. საინვესტიციო ციფრების ზრდა და ეკონომიკური პროგნოზები კი პირდაპირ აისახება მოქალაქეების ყოველდღიურობასა და დასაქმებაზე. თითოეული უცხოური ინვესტიცია ახალი საწარმოების გახსნას, მეტ დასაქმებულ ადამიანს და ბაზარზე კონკურენციის გამოანაზღაურების მატებას გამოიწვევს. კაპიტალის ძირითადი ნაწილი ისეთ სტრატეგიულ სექტორებში ნაწილდება, როგორიცაა ენერგეტიკა, ტურიზმი და სატრანსპორტო ჰაბები. ეს კი ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და ადგილობრივ მცირე მეწარმეებსა და საოჯახო ბიზნეს განვითარების დიდ შანსს აძლევს. საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ძლიერ მხარეს წარმოადგენს სწორედ საინვესტიციო მიმზიდველობა და ინვესტიციების შემოდინება, რასაც არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თუ სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს თავიანთ შეფასებებში საქართველოს ეკონომიკაზე ანგარიშების მომზადების პერიოდში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების მძლავრი შემოდინება მომდევნო წლებში გაგრძელდება. აღნიშნულის დასტურია ის მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რომელიც საქართველოში ხორციელდება და რომელთა გახორციელებაც აქტიურ ფაზაში არის. მმართველი პარტიისთვის ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიში მიღწეული შედეგი ქვეყანაში გატარებული სწორი ეკონომიკური რეფორმებისა და ლიბერალური ბიზნეს გარემოს პირდაპირი დასტურია. განმარტავენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საინვესტიციო მიმზიდველობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. უშველებელი ინვესტიციები, თუნდაც ეზერა შემოსვლა საქართველოში ამ იტალიური უშველებელი კომპანიისა თუნდაც იგალხიცის შემოსვლა, თუნდაც ამერიკელების დაინტერესება, რომ პორტი გაფართოვდეს საქართველოში და აქაც უშველებელი ინვესტიციები ჩადო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორი პოლიტიკა აქვს. ამ ავტორიტეტული ინსტიტუტის კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს მზარდი ეკონომიკა არის და საინტერესო საინვესტიციო გარემო. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ალბათ მხოლოდ დასაწყისი და მომავალი წლები კიდევ უფრო აქტუალური იქნება საქართველოს უცხოური ბიზნესმენებისათვის. საერთაშორისო ანგარიშები ადასტურებს, რომ საქართველოს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე მყარი პოზიცია დაიკავა. ახლა მთავარი გამოწვევა ამ ტემპის შენარჩუნება და რეკორდული კაპიტალის მოსახლეობის კეთილდღეობაზე კიდევ უფრო ეფექტურად ასახვაა. ეკოსერვის ჯგუფის ავტოპარკი განახლდა, შეძენილია 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება. ავტოპარკს სხვადასხვა ტიპის თვითმცველები, სამგზავრო მიკროავტობუსები, ბორტიანი მანქანები და საჭირო ინსტრუმენტებით დაკომპლექტებული ფურგონები დაემატა. ახალი ტექნიკის პრეზენტაცია თბილისის მერმა გამართა, აღინიშნა, რომ თანამედროვე ტექნიკა ეკოსერვისის ჯგუფს საშუალებას მისცემს გაზარდოს ოპერატიულობა და დანერგოს თანამედროვე მიდგომები ქალაქის გამწვანების მიმართულებით. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. თვითმცლელები, სპეციალური აგრეგატებით აღჭურვილი სატვირთო ავტომობილები, მოძრავი სახელოსნოები და სხვადასხვა ტიპის სამებაღეო ტექნიკა. ეკოსერვის ჯგუფის განახლებული ავტოპარკი დედაქალაქის მწვანე სივრცეების მოვლა პატრონობაში უკვე ჩაერთო. განახლებული ტექნიკური ბაზა კომპანიას საშუალებას მისცემს სამუშაოები უფრო სწრაფად, ხარისხიანად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეასრულოს. ახალი ავტოპარკი დედაქალაქელებს თბილისის მერმა წარუდგინა. განახლებული ტექნიკა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამწვანებული სივრცეების მოვლა პატრონობის ხარისხს, რათა თითოეულ თბილისელს კონდეს შესაძლებლობა ოჯახთან ერთად დაისვენოს სუფთა, მოვლილ და მოწესრიგებულ გარემოში. თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა მხოლოდ მერიის საქმე ვერ იქნება. ქალაქი მაშინ იქნება მართლაც ევროპული, როდესაც თითოეული ჩვენგანი იგრძნობს პასუხისმგებლობას. ახალი ტექნიკური ბაზა მებაღეებისთვის სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს, თანამედროვე აღჭურვილობა ზრდის მათ მობილობას, ამცირებს ფიზიკურ დატვირთვას და სამუშაო პირობებს უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდის. ხარისხენად გაკეთდება ყველაფერი, გაუადვილდება თვითონ აქ მომუშავე თითოეულ ადამიანს სამუშაო პროცესი. დედაქალაქში მწვანე სივრცეების მატებასთან ერთად იზრდება მათი ხარისხიანი მოვლა პატრონობის მნიშვნელობაც. განახლებული ტექნიკური ბაზა კი ეკოსერვის ჯგუფს საშუალებას მისცემს ქალაქის გამწვანების მიმართულებით თანამედროვე მიდგომები დანერგოს. ჩვენი სფეროში ტექნოლოგიებს ვადევნეთ თვალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თუ სადმე რაიმე სიახლეა, თუ სადმე რაიმე განახლება, ჩვენ ამას ყველაფერს ვაკვირდებით და ვცდილობთ თუ შეესაბამება რა თქმა უნდა ჩვენ სპეციფიკას დავნერგოთ
ჩვენს კომპანიაში. განახლებული ტექნიკური ბაზა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ დედაქალაქში გამწვანებულ სივრცეებზე ზრუნვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. მესტიის მუნიციპალიტეტში უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება, სიმბოლური კაფსულა უკვე ჩაშვებულია. მესტიის ქორწინების სახლის პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და სრულად ერწყმის სვანეთის უნიკალურ გარემოსა და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს. პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მესტიის ქორწინების სახლის კონცეფცია ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულია. დეტალებით გაივან წუწუნავა. მესტიის მუნიციპალიტეტში ქორწინების სახლის მშენებლობა დაიწყო. არქიტექტურული პროექტი სრულად ერწყმის სვანეთის უნიკალურ ბუნებრივ გარემოსა და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს. მალე წყვილები განსაკუთრებულ დღეს კიდევ უფრო გამორჩეულ გარემოში აღნიშნავენ. მათ დახვეწილი დიზაინისა და თანამედროვე დეკორაციის მქონე სივრცე მოემსახურება. პროექტმა საერთაშორისო აღიარება ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე მოიპოვა. მესტიის ქორწინების სახლის არქიტექტურულმა კონცეფციამ ორ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. ჩვენ სახელმწიფო ჩვენი მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომ ხელმისაწვდომი იყოს სერვისები ნებისმიერი მოქალაქისათვის საქართველოში, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის. პროექტმა ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე საერთაშორისო პროფესიულ წრეებში აღიარება მოიპოვა და გაიმარჯვა მსოფლიოში საკმაოდ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ორ კონკურსზე იაპონიასა და იტალიაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შენობა სრულად შერწყმოდა სვანურ კულტურას, მემკვიდრეობას და ინფრასტრუქტურას. პროექტის ავტორი დადუნა შათაშვილია. ის სრულად პასუხობს რეგიონული განვითარების სტრატეგიის მიზნებს, რაც მაღალმთიან რეგიონებში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას, სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ქვეყნის ყველა მოქალაქისა და სტუმრისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას გულისხმობს. არ გსურდა რომ ყოფილიყო ამ პროექტში სვანური კოშკის იდენტური გამოყენება და გვინდოდა რაღაც ისეთი სახასიათო ფორმა მიგვეცა, რომ ყოფილიყო თან თანამედროვე და თანარ დაგვერღვია სვანეთის ლანდშაფტის და კულტურული ავთენტურობის იდეა. პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია მესტიის მუნიციპალიტეტმა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ იუსტიციის სამინისტროს ქორწინების სახლის მშენებლობისთვის საჭირო ტერიტორია უსასყიდლოდ გადასცა. შენობაში სპეციალური სივრცე დაეთმობა ცნობილი ქართველი პოეტის რევაზ მარგიანის სახელობის მუზეუმს, რაც შენობას დამატებით კულტურულ დატვირთვას შესცენს. ძალიან მოხარულები ვარ ჩვენ ამისა, იმიტომ რომ სჭირდებოდა ჩვენ მუნიციპალიტეტს კიდე ახალი სიცოცხლე, კიდე ახალი შენაძენი და დღეს ეს თითქოს და შეავსვა ყველაფერმა. აი შენობას რო იქნება და ამ კარგ შენობის და კარგ ფონის, ესე ვთქვათ, ფონზე ადამიანი ხელს მოაწერს, ვისაც ქორწილი არ ქონდა ჩაფიქრებული, ის სტიმული იქნება და ისინიც მოვლენა. ძალიან საინტერესო ინიციატივაა და ულამაზეს ხედზე შენდება, რაც კიდევ უფრო დიდ მიზიდულობას გამოიწვევს. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ეძებს მესტიაში ფოტოსესიას ჯვრის წერისთვის, ქორწინებისთვის და ქორწინების სახლის გახსნა კიდევ ერთი დამატებითი პლუსი იქნება აქაურობისთვის. ქორწინების სახლი მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმის განვითარებისთვისაც. მესტია, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულება, ყოველწლიურად ათასობით სტუმარს მასპინძლობს. მათ შორის იმ წყვილებსაც, რომლებიც ქორწინების რეგისტრაციას საქართველოში გეგმავენ. სწორედ ამიტომ ქორწინების ახალი სახლი რეგიონის მიმზიდველობას კიდევ უფრო გაზრდის. უახლოეს მომავალში იუსტიციის სახლი წარადგენს ქორწინების ჯავშნის პროდუქტს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი როგორც ქორწინების სახლების, ისე ქორწინების სივრცეების დაჯავშნა. საქართველოს მასშტაბით ამჟამად 6 ქორწინების სახლი და 29 ქორწინების სივრცე ფუნქციონირებს. პარალელურად იუსტიციის სახლი არსებული ინფრასტრუქტურის განახლებასა და ახალი სივრცეების შექმნას აქტიურად აგრძელებს. ქართული ენა და დამწერლობა, ქრისტიანობის 1700 წლოვანი ისტორია, მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურა, 8000 წლოვანი მეღვინეობის კულტურა, ეროვნული სამოსი. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის 68-ვე გენერალური ასამბლეის ფარგლებში საკპატენტმა საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინა. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით საქართველოს პირველმა ლედი მიმართა. გამოფენის პარალელურად გაიმართა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონცერტი, საღამო ქართული ტრადიციული კერძებისა და ღვინის დეგუსტაციით დასრულდა. დეტალები ჩვენ სიუჟეტში.
ექსპოზიციები ქართული ენის, დამწერლობის, ქრისტიანობის, ლიტერატურის, ღვინის კულტურისა და ტრადიციული ხელოვნების ნიმუშების შესახებ. ასეულობით მაღალი რანგის სტუმარი და დელეგატი მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას ეცნობა. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის 68-ვე გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჟენევაში საქართველოს საკპატენტის ორგანიზებით მასშტაბური კულტურული ღონისძიებებით წარდგა. საღამოს საქართველოს პირველი ლედი დაესწრო. თამარ ბაგრატიონმა ყურადღება უნიკალურ მემკვიდრეობაზე, მათ შორის ქართულ ანბანზე მეღვინეობის მრავალათასწლიან ტრადიციასა და ქვეყნის მდიდარ ისტორიულ წარსულზე გაამახვილა. საქართველოს კულტურის, ჩვენი მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის კიდევ ერთხელ წარმოჩინება, რა თქმა უნდა, იყო მნიშვნელოვანი და ჩვენ მთელ მსოფლიოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც აქ ამ დარბაზში იყო შეკრებილი, ვაჩვენეთ, რას წარმოადგენს ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, მათი წარსული, აწყო და რა შეიძლება შევქმნათ მომავალში. თუ დააკვირდებოდით გენერალური დირექტორის განცხადებას, მან აღნიშნა, რომ ყოველ წელს მისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის საქართველოს უფრო და უფრო მეტად მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება თავისი ხალხით, თავისი წარსული მდიდარი კულტურით და ასევე მისი მომავალი. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, რომელმაც საკპატენტთან მრავალწლიან და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ასევე ყურადღება ქართველი ხალხის მდიდარ ინტელექტუალურ შემოქმედებასა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე გაამახვილა. ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობასა და მრავალფეროვნებაზე საუბრობენ ღონისძიების სხვა მაღალი რანგის სტუმრებიც. თუ გეოგრაფიულ აღნიშვნებზე ვსაუბრობთ, ისინი მხოლოდ ინტელექტუალური საკუთრება არ არის, ისინი ტრადიცია, ჩვენი იდენტობის ნაწილია, ისევე როგორც ერის ცნება, რელიგია ან ანბანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამის მეშვეობით შეიძლება, მაგალითად, სერბული ან ქართული სამზარეულო იყოს ცნობადი. მაგალითად, როცა საქართველოზე ვფიქრობ, პირველ რიგში ქართული ღვინო მახსენდება. ჩემი აზრით, ეს თქვენი ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მე გიტარაზე დაკვრა მიყვარს და ქართულ მუსიკასაც დიდად ვაფასებ. თქვენ მართლაც შესანიშნავი მუსიკა გაქვთ, თუმცა განსაკუთრებით თქვენი ტრადიციული პროდუქტები მომწონს, პირველ რიგში კი ქართული ღვინო. ჩაკრულო, მრავალჟამიერი, ხასან ბეგურა, ოდოია, ცდო, ილოური, ხევსურული და ჯუთა. გამოფენის პარალელურად ღონისძიების სტუმრები ქართული ფოლკლორის შედევრებსა და ქორეოგრაფიულ დადგმებს გაეცნენ. გაიმართა ხალხური სიმღერის კონცერტიც. საღამოს დასკვნით ნაწილში ოფიციალურ მიღებაზე ქართული მხარე სტუმრებს ტრადიციული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა. არ შეიძლება არ გამოვყოთ კულტურა, როდესაც ვსაუბრობთ ინტელექტუალურ საკუთრებაზე, რადგან ამის ჩვენება არის ის, რაც ჩვენს იდენტობასთან არის დაკავშირებული და რაც სიმყარეს გვაძლევს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებებში. ღონისძიება არა მხოლოდ ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ობიექტების პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ წარმოადგენს ეფექტიან პლატფორმას საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერებისთვის, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისთვის. სპეციალურად მოწყობილი ქართული საგამოფენო სივრცის დათვალიერება 15 ივლისამდე იქნება შესაძლებელი. 9 ივლისი დაცვის პოლიციის დღეა, თარიღი შინაგან საქმეთა სამინისტროში აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებაზე დეპარტამენტის თავმჯდომარემ თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა, ხაზი გაისვა, რომ მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება უწყების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. გიორგი ალადაშვილმა ავტოპარკისა და პოლიციელთა აღჭურვილობის განახლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და სამომავლო გეგმები გააჟღერა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული დამსახურებისთვის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ. მარიამ რატიანი გიამბობთ. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცვის პოლიციის დღეს საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. ღონისძიებას თანამშრომლებთან ერთად დეპარტამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები დაესწრნენ. გიორგი ალადაშვილმა პოლიციელებს სიტყვით მიმართა, თითოეულ თანამშრომელს პროფესიული დღე მიულოცა და უწყების ყოველდღიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას გატარებულ რეფორმებზე, ავტოპარკის ეტაპობრივ განახლებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გიორგი ალადაშვილის განცხადებით დეპარტამენტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ თანამშრომელთა სოციალური პირობების გაუმჯობესება რჩება. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი სარგებლობს უფასო სამედიცინო დაზღვევით. მომსახურების ანაზღაურება გაიზარდა 10%-ით. ასევე გათანაბრდა ხელფასები.
სამსახურებრივი საქმიანობის უფრო ეფექტიანად განხორციელების მიზნით დეპარტამენტს 80 ახალი ავტომობილი შეემატა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება მუდმივი პროცესია და რა თქმა უნდა სამომავლოდაც გაგრძელდება. ასევე დაგეგმილია თანამშრომელთა გადაიარაღება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა. სულს დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს მუდმივი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. ასევე მადლობას უცხადებ დაცვის პოლიციის თითოეულ თანამშრომელს. ღონისძიების დასასრულს განსაკუთრებული დამსახურებისთვის დეპარტამენტის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ. გიორგი ალადაშვილმა მეტ წარმატებები უსურვა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, რადგან დავჯილდოვდი მინისტრის მადლობის სიგელით. ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. პირველ რიგში მადლობას ვუხდი ჩემს ხელმძღვანელებს, მზად ვარ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას. დღევანდელი დღე დაცვის პოლიციის თანამშრომლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. სულ რამდენიმე თვეა დაცვის პოლიციის გუნდს შევუერთდი და ეს ჩემთვის დიდი პატივია. ულოცავ ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს ჩემს თითოეულ კოლეგას, უსურვებ წარმატებას და პროფესიულ წინსვლას. კვალიფიციური თანამშრომლები მუდმივად განახლებადი ავტოპარკი და თანამედროვე ტექნოლოგიები. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უკვე 22 წელს ითვლის და დღეის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით 17,000-მდე ობიექტს იცავს. განათლების მინისტრის მოადგილე თბილისის 177 და 191 საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია, სადაც მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების პირველი და მეორე სესიის მიმდინარეობას გაეცნო. თამარ მახარაშვილმა საგამოცდოს სივრცეები დაათვალიერა და აპლიკანტებს წარმატებები უსურვა. წელს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებს 29,000-ზე მეტი აპლიკანტი აბარებს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მაქსიმალურად მოემზადა იმისათვის, რომ 2026 წლის გამოცდები შესაბამის დონეზე ყოფილიყო ორგანიზებული, კერძოდ ნებისმიერი აპლიკანტისთვის ყოფილიყო გარემო, სადაც შესაბამის კომპეტენციის, უნარს, დადასტურებას მოახდენს კომფორტულ გარემოში. ყურადღება მიაქციონ საგამოცდო ბარათში მითითებულ ინფორმაციას, სადაც მოცემული არის საგამოცდო ცენტრის შესახებ მონაცემი, ასევე გამოცდის დროისა და დღის შესახებ ინფორმაცია. ეს ყოფას ტევის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.